ეს არის შენი თავის პატივიცემა. მე პატრულის თანამშრომლების პატივიცემა. უყურე, ყველა ამბობს და განაწყენებულია პატრულზე, არა. მე გელა ბარკალაია ბევრს ვიცნობ, ბევრი მიცნობს, მაგრამ ეს რემენი უნდა გაიკეთო და თუ არ გაიკეთებ დაგაჯარიმებენ და მე რასტილი ხარ. კანონს უნდა დაემორჩილო. შედაც უსაფრთხოებაა რა. უსაფრთხოებისთვის არის რემენი, ეს პირველი. მეორე, ახლა მეორე. სახუში რომ მოვდივარ. მე ყოველდღე თქვენ ხედავთ რომ საჩუქრით მოვდივარ და ჩემი ძმა რაღაც არ ყოფილა გუშინ კარგად და ეს საჩუქარი ისა ჩემ ძმას გადაეცა. აჰა. მესამე არის ის რომ ახალი ბოტასებია ბატონო გელა? ო, ბოტასი გარეკლამე ბიჭო მაჩუქაინიკასმა გამირეკლამეო მითხრა დაშინდებში ყიდიდნენ ბოტასებს. უყურე, ეს ავტომობილი დათო ხო არიან გაბლატაებული გოიმები. მამამ რო უყიდა მანქანა და მამა ფული მომედა ჩაასხამს ბენზინს და დადის. კი, მაგრამ დღეს უკვე ხო ხედავ რა დღეში არიან. ყველა იძახის ბატონო გელა ელექტრომობილი, ჰიბრიდი, ელექტრო. უყურე, მე ხო გეუბნებოდი თქვენ რომ დღეს არ არის მე ხვალ იქნება და ის ხვალ არის დღეს. დღეს უკვე მოვიდა ელექტრომობილების დრო. ახლა ჩემზე უკეთესად საქართველოში ვინ იცის ავტომობილი? არის შენ გიგულება ვინმე? და უყურე, აი რას უწუნებ? აი უყურე, გეუბნები 2 წელიწადი ამ ავტომობილი დავდივარ და ჩვენ უკვე ამის ოფიციალურად უკვე საბუთი გვაქვს. თელ ჩინეთში გვაქვს უფლება რომ ეს ხონჩი გავყიდოთ და ახლა მე არ ვამბობ იმას ზღაპრებს რო ყვებიან და მიაწერენ რაღაცას. ჩვენ ამის ოფიციალური დილერები არ ვართ, მაგრამ ხვალ ოფიციალური დილერებიც ვიქნებით. აი ამას ძირითადად იყენებენ ადამიანები, ვისაც ჭკუა აქვს. გაიგე? და რატომ უნდა ჩავასხახლა 5 ლარიანი ბენზინი? თან ამას როცა ყიდი, ამას უნდა გარანტია, ხო? მე მინდა ისეული უთხრა მოსახლეობას, რომ აი ხო ხედავთ, ორშაბათს იხსნება, სამშაბათს იკეტება, რატომ? ახლა 4 კომპანია ეგრევე დაიკეტა, რატომ? უყურე მერაბი რა არის? ამ ავტომობილს რო ყიდულობ, რომ ხვალ ერთი წითელი აგინთოს, ვინ ჩაგიქროს? და მე არ მინდა ახლა თქო, აგერ ერთი მანქანა არ მინდა ახლა რომ ვაჩვენოთ. მე-9 თვეა დგას, ჩვენ არ ვუკეთებთ, თვითონ ტირის გაგვიკეთეო, ხო? 30,000 გადაიხადა სადღაც, მივიდა და არ დახვდა ის ხალხი. აი ესა უბედურება. რაც შეეხება ამ მანქანას, ეს არის მართლა ძალიან მაგარი ავტომობილი და ქუჩა არ იყიდოთ. ვიღაცები ახლა არეკლამებენ, ჩვენ ვართ მაგარი ბიჭები და სადღაც ზღვის პირზე სადღაც ყიდიან ნათლუღში თუ რა ვიცი იქით სადღაც. ესე არ არის. ჩვენ ძალიან მალე ვაკეთებთ ბიზნეს ასოციაციას უშუალოდ ავტომობილებზე, გაიგე? და ჩვენ გადავამოწმებთ